ეს ჩემი აზრით რა. ეს არის საბოლოო დასკვნა. რაც ყველაზე მთავარია არომატიკებს აქვს ერთი ცუდი თვისება ბევრ თავის კარგთან ერთად. აი ამ შაქრიანობის გამო და სიტყვის გამო ხშირად აი გადმოგცეთ უხეშად იკბინება ენაზე აი და მოწევის პროცესს ცოტა არასასიამოვნოს ხდის. აი ამას ეს თითქმის მინიმალურად აქვს. აი თითქმის არ იკბინება რა. თუ კი სწორად მოწევთ და არ გააკეთებთ ძალიან ძლიერ და ენერგიულ მოკაჩვეს. და არ გადაახურებთ ჭიბუხს. რაც ანუ იგივე ჭიბუხის გადახურება კარგი არ არის პროცესი მოწევის პროცესისათვის. ცოტა უსიამოვნო იქნება, მაგრამ ყველაზე საშინელი არის ჭიბუხისათვის დამღუპველია. ჭიბუხს 10-15 ჯერ თუ გადაახურებთ, სავარაუდოდ ის უკვე ჭიბუხად აღარ ივარგებს. ამიტომაც არის რომ ბევრი მწვეველი ჭიბუხების და მეცნიერის კატეგორიას ეკუთვნი ყველაზე საყვარელ და ძვირფასთან მაგარ ჭიბუხს ვერ რისკავს არომატიკის მოსაწევად. აქ კიდე მეორე მოსაზრებაც არის რომ არომატიკის გემო უჯდება ჭიბუხს და ისედაც აკარგვინებს, ამიტომ ისეთი ძალიან კლასიკური და მაღალი ხარისხის ჭიბუხები მაქვს უფრო ინგლისური კლასიკური ბრენდების მოსაწევად. არომატიკი უბრალოდ გასართობი არის, კარგი გასართობი არის და მინდა ვთქვა, რომ ამ ქართულმა თამბაქომ გამოცდა კარგად ჩააბარა. საშუალოზე მაღალ შეფასებას ვაძლევ მე ჩემი შეფასების კრიტერიუმით. საკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფასი მისაწვდომია, ყოველთვის იყიდება მაღაზიებში, საქართველოში კარგი თამბაქოს პოვნა საშინელებაა და მაგაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ რა, როგორ წვალობ, რომ კარგი და მაღალი ხარისხის და ცნობილი ბრენდების თამბაქოები შევიძინო და კონდეს და ოჯა ამ წარმოებელს ეს რეკლამა არ არის, არაფერი არ ჯობია ტყიდულებ და შეყიდე და შევიძინე ეს მაღაზიაში, არც კი ვიცი სადაური მწარმოებელია, თუმცა შეიძლება ჩვენი ადგილობრივი ათუმელი მწარმოებელიც კი იყოს. თამბაქო ძირითადად აჭარაში არის და ნახავ კიდე სხვებსაც გავსინჯავ, ეს არის თაფლის არომატით, როგორც თქვი, აქვს კიდე კლასიკურიც აქვს ამ წარმოებელს, აქვს ალუბლის არომატით, ვანილის არომატით, შოკოლადის არომატით და უნდა გავსინჯავ ყველას. ალუბლის არომატით შეძენილი მოქვს და ეს ცალკე როდესაც მოვწევ გახსოვთ. მოკედა ეს მომენტია და ეხლა რაც მთავარი არის, ეხლა მე როგორც გითხარი, ამას სამ ნაწილად დავაფასოვებ, დავტოვებ ერთ ნაწილს კისეთში, ერთ ნაწილს ჰერმეტიულ აი ეხლა გაჩვენებთ. ესეთი ჰერმეტიულად იხურება. აი ესეთი მოვათავსებ. აქ ფაქტიურად არ გამოშრება, დარჩება როგორიც იყო. ესე ზომიერად გამოშრება კისეთში და ნახევრად ჰერმეტიულში დავდები, კარგად გამოშრება. აი ეს სხვადასხვანაირი იქნება, იმათაც გავსინჯავ, კარგად გამომშრალს, ნახევრად გამომშრალს და გეტყვით როგორია, იმიტომ რომ არის საკმაოდ ისეთი ბრენდებიც, ცნობილები და ძვირფასი ბრენდებიც, რომლებიც რეკომენდირებულია, რომ გაიხსნას, ნახევრად გამოშრეს და შემდეგ მოწიოთ. და ცოტა გემოვნების მომენტიც არის, ვიღაცას ისეთი მოწონს, ვიღაცას ასეთი მოწონს.
უკვე ჩავიდა თამბაქო ეხლა ჭიბუხი თითქმის უკვე ბოლოსკენ ფინიშზე გადის რო ვიტყვით უკვე სულ სხვა გემოები აქვს არომატიზირებული ის სიროპი თითქმის გაქრა რჩება უკვე კარგად გამომშრალი გახურებული თამბაქო ვერ ვიტყვი რომ წვა მოიმატა თითქოს აი ყელში და იმაში ისევ საკმაოდ გრილია როგორც ხდება ყოველთვის უკვე გამოჩნდა ესეთი ცოტა თითქოს ფერფლის სიამოვნო გემო მაგრამ ვერ ვიტყვი რომ აი ძალიან შემაწუხებლად ან რაღაცა თითქოს გამოჩნდა თითქოს არა უგელ კარგი თამბაქოა ადგილობრივი მწარმოებელია ქართველი უნდა გქონდეთ რა ჭიბუხის წეველს მე რეკომენდაციას გავუწევ მე თვითონ შეკვრას ახლა სხვადასხვა შეფუთვისას შევიძენ და დავდებ სახში გაუხსნელი მექნება დიდხანს იმიტომ რომ შეფუთვის შემდეგ კარგი არის რომ თამბაქო თუ ერთ წელიწადს გაჩერდება რომ დამჯდარია გემამდე ვიყიდი რაღაცას ახლა გამოვიყენებ თვითონ შეკვაში შევინახავ და ერთი წლის მერე გავსინჯოთ და ნახოთ როგორი არის რასაც უკვე დავინდება ჭიბუხი თამბაქო პროსტად არა კარგი თამბაქოა ნამდვილად რა ყოჩახ თუ ასე გააგრძელებს ეს წარმოებელი და კიდევ უფრო დახვეწავს და მოუმატებს ტექნოლოგიას გაამჯობესებს ეს ბევრ ცნობილ ბრენდსაც გაუწევს კონკურენციას არა ნახდათ შექების ღირსია წარმოებელი არჩენი არ ვიცი ხა სად მოიპოვო როგორ მოიპოვო თამბაქოს სამწუხაროდ არ აწერია ყველა უცხოელ მწარმოებელს აწერია რა თამბაქო არის სად მოკრეფილია სად დამზადებულია ფერმენტაცია სად გავლილი აქვს აი ესეთი ანოტაციები აქ არ არის რა თამბაქოა როგორ არის უბანის დასახელება თამბაქოსაც არ აქვს არანაირი დასახელება კონკრეტულ ყველა თამბაქოს ცოცხლოს თავისი დასახელება აქვს არის ეთქვა მარკეტინგზეც იმუშავებენ და მედია ხარეს არ გააფუჭებენ პირიქით გაუმჯობესებენ და მე მგონი კარგი მომავალი აქვს თამბაქოს წარმოებას მოვიდეონდა